ომის შედეგად განადგურებულ ღაზის სექტორში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ აღდგენის პროცესი მალე დაიწყება. მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე მათ კვლავ ნანგრევებს შორის კარვებში უწევთ ცხოვრება, რადგან არ აქვთ ცდომა შესაბამის ინფრასტრუქტურასა თუ მასალებზე, რომ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ. თუ ღაზის სექტორს დააკვირდებით, ის სავსეა კარვების ბანაკებით. შეხედეთ ამ ბანაკებს. მე მათ უბნების საფლავებს ვუწოდებ. ფართო და უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილი კარვები თეთრი, ლურჯი და შერეული ფერისაა. აქ ხალხი შვილებთან ერთად ცხოვრობს. თუ კარვებში შეხვალთ, ნახავთ რა პირობებიცაა. არ არის საწოლები, არც აპირფარეშოები, თუ სამზარეულოს ჭურჭელი. ყველა რეკონსტრუქციას ელოდება. ქუჩაში სიარულიდან გრევის მასშტაბის დანახვაც კი ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ სწრაფად აღადგიან ღაზას. ამის არანაირი იმედი არ არსებობს. ღაზიდან გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს გრევის მასშტაბი. უზარმაზარი ტერიტორიები დაფარულია ნარჩენების უზარმაზარი გროვებითა და დანგრეული შენობებით. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა მეორეხარისხოვანი გახდა ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის მიერ წამოწყებული სამხედრო კამპანიის შემდეგ. გაეროს განვითარების პროგრამაში ამობენ, რომ ისინი 2026 წელს ღაზის სექტორიდან 1 მილიონი ტონა ნანგრევის გატანას გეგმავენ, თუმცა დასძენენ, რომ ამისთვის საჭიროა საწვავსა და ტექნიკაზე ჰქონდეთ ცდომა. გაეროში ვარაუდობენ, რომ ანკლავში ჯამში 61 მილიონი ტონა ნანგრევია. დასუფთავების პროცესი დაწყებულია, როგორც გაეროში ამობენ, რეგიონში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. დღის მდგომარეობით ჩვენ შევაგროვეთ 500,000 ტონა ნანგრევი. ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ღაზაში დღის მდგომარეობით 61 მილიონი ტონა ნანგრევი გვაქვს. ეს უზარმაზარი მოცულობაა. მრაკიჩის თქმით, გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლები გზის შესაკეთებლად თავშესაფრებისა და წყლის ჭებამდე მისასვლელი ბილიკებისთვის შეგროვილ ნარჩენებს იყენებენ და ამავდროულად რეკონსტრუქციის დროს მათი ხელახლა გამოყენების ახალ გზებს ეძებენ. ჯერ კიდევ ძალაშია გასული წლის ოქტომბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება, თუმცა ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს ჯერ კიდევ არ აქვთ შესაბამისი წვდომა სათანადო თავშესაფარზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე. ბევრ მათგანს არც საკმარისი საკვები აქვს.